გამარჯობათ. დღევანდელ თემას ქვია სიცოცხლე სხვა პლანეტებზე. მეცნიერები სასოწარკვეთილები ეძებენ სიცოცხლის ნებისმიერ გამოვლინებას სხვა პლანეტებზე, სხვა გალაქტიკებში. 100 მილიარდი დოლარი ეს არის ბიუჯეტი კოსმოსის კვლევისა და სიცოცხლის მოძიებისა სხვა პლანეტებზე. აგზავნიან ზონდებს, იკვლევენ ტელესკოპებით, თუნდაც ერთი ბაქტერია, თუნდაც ერთი უჯრედი. რა არის მიზეზი 100 წლეულების მანძილზე ამ დაძაბული შრომისა? თუნდაც ერთი ბაქტერიის პოვნა სადმე ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ღმერთი არ არსებობს, რომ რელიგიები ეს არის ადამიანური ფანტაზიის ნაყოფი და თუ ღმერთი არ არსებობს, არც ცოდვა არ არსებობს და რომ ყველაფერი შეიძლება. შინაგანი დილემის გადაწყვეტას ცდილობენ ამით მეცნიერები, რომ თავი გაინთავისუფლონ და აღარ ქონდეთ ეს სინდისის ქეჯნა. სინდისი, როგორც ვიცით, უფალმა ყოველ ადამიანში დანერგა. ეტყობა აწუხებთ ეს სინდისი. თითქოს რაღაცას გრძნობენ შინაგანად და ცდილობენ აი ამ მტკიცებულებებით ლოგიკურად თავის თავსაც და სხვებსაც დაუსაბუთონ, რომ ცოდვა არ არსებობს, რაც გინდა აკეთე, არაფერი არ იქნება. წმინდანებს ასე უწერიათ. ადრე ადამიანიო გრძნობდა, რომ არსებობს უხილავი რეალობა და ეშმაკი ამით სარგებლობდა, ეცხადებოდნენ როგორც ღმერთები და ატყუებდნენ, რომ ჩვენ შევქმნით ეს სამყარო, ჩვენ უნდა გვემსახუროთ. შემდეგ ადამიანმა შეითვისა ათეიზმი, ურწმუნოება. ამიტომ ეშმაკები ეცხადებიანო, როგორც უცხო პლანეტელები. მოდით წავიკითხოთ, ბიბლია რას წერს ამ ყველაფერზე. ადამი თავის თავს ენდო, მადლი ქონდა, მაგრამ თავის თავს რო ენდო, მადლი დაკარგა, ჯოჯოხეთში ჩავიდა. მოდით ჩვენ ღმერთს ვენდოთ. აი რას წერს ბიბლია დაბადების წიგნის პირველივე თავში, პირველივე სიტყვები. ასე იწყება. ქვეყანა იყო უდაბური და სული ღვთისა იძროდა მასზე. ანუ დაახლოებით 8000 წლის წინ ეს პლანეტა, როგორც სამყაროში ყველა სხვა პლანეტა, იყო უდაბური, უდაბნო, არაფერი ცოცხალი მასზე არ იყო, იყო როგორც მარსი და სიცოცხლე იქმნება მხოლოდ ღმერთის მოქმედებით, სულიწმიდის მოქმედებით იქმნება მხოლოდ ამ პლანეტაზე და მხოლოდ ღმერთის მოქმედებით. რატომ არ შეიძლება, რომ სიცოცხლე არსებობდეს სხვაგან, თუნდაც ნებისმიერი პრიმიტიული ფორმით? მიზეზი. ღმერთს იქ არ უმოქმედია. მე კარგად მახსოვს ბავშვობაში, ეს არის 90-იანი წლები, ბიოლოგიაში რა გულმოდგინედ მასწავლიდნენ ერთი კბილებიანი ფრინველის თემას, არქეოპტერიქსი დაარქვეს. როგორ ლოგიკურად გვისაბუთებდნენ, რომ ევოლუცია არსებობს, რომ თურმე ქათამი დინოზავრისგან წარმოიშვა, ასე შემდეგ. და შემდეგ ეს იყო 1860-იანი წლების აღმოჩენა. და შემდეგ 2000-იან წლებში 140 წლიანი დაგვიანებით, როცა ყველა პასუხისმგებელი ამ ტყუილზე უკვე გარდაცვლილი იყო, გენეტიკური ანალიზებით ირკვეოდა, რომ ეს არის 3 ცხოველისაგან შექმნილი კომპილაცია, რომელსაც არანაირი მეცნიერული ღირებულება არ გააჩნია. მე მინდა გაგაცნოთ ხელფასები ამ მეცნიერებისა, რომლებიც ამას აკეთებენ. კემბრიჯის უნივერსიტეტში ევოლუციის თეორიის მასწავლებლების ხელფასი იწყება 60,000 ფუნტიდან წელიწადში. ასტრონომის ხელფასი ამერიკაში
დამწყები ასტრონომი $60,000, კვალიფიციური $150,000 წელიწადში და ზევით. თქვენ ალბათ დააკვირდებოდით ფინანსებს რა გავლენა აქვს ადამიანზე. თურმე არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ევოლუცია უბრალოდ არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, მაგრამ ასეთ მეცნიერებს დევნიან, ან თავისუფლებენ სამსახურიდან, საშუალებას არ აძლევენ, რომ ადამიანებს თავისი მიგნებები გააცნონ. ღმერთს ვებარებოდეთ.